რუსთაველზე არასანქცირებული მიტინგის მონაწილეების დაშლის დროს დაზარალებულთა შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. გარდაცვლილია ორი ადამიანი, რომელთაც თავისუფლების მოედანზე მიტინგის ორგანიზატორთა კორტეჟი დაეჯახა. ერთ-ერთი მათგანი პოლიციის ლეიტენანტია, მეორე დაღუპული კი 54 წლის მამაკაცი. სულ საავადმყოფოებში გადაყვანილია 27 დაზარალებული, მათ შორის 28 მოქალაქე და 8 პოლიციელია. ძოხალ რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმა სახალხო კრების არასანქცირებული მიტინგი დაშალა. პოლიციამ რუსთაველის გამზირზე სახალხო კრების არასანქცირებული მიტინგი დაშალა. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს. სპეცრაზმს შეკრებილებმა ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილები და ქვები ესროლეს. პოლიციამ არასანქცირებული შეკრების მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. თავისუფლების მოედნისკენ სპეციალური კორიდორი გაკეთდა, რომლითაც მომიტინგეებს ტერიტორიის დატოვება შეეძლოთ. საკუთარ აქციაზე მიყვანილ მხარდამჭერებზე ადრე ტერიტორია მიტინგის ორგანიზატორებმა დატოვეს. სახალხო კრების ლიდერები რუსთაველის გამზირიდან აქციის დაშლამდე რამდენიმე წუთით ადრე წავიდნენ. ამ კადრებში ჩანს ნინო ბურჯანაძე, რომელიც მანქანაში ჯდება. მოაბებ დამატებითი მასალა მოიპოვა. მანქანების ესკორტი რუსთაველის გავლით თავისუფლების მოედანს ტოვებს. რამდენიმე მანქანამ ხალხის მასაში დიდი სიჩქარით გაიარა და პოლიციელს დაეჯახა. სამართალდამცველი ადგილზევე გარდაიცვალა. სავარაუდოდ პოლიციელი ბადრი ბიწაძის ესკორტმა მოკლა. ნინო ბურჯანაძესთან ერთად აქცია დაშლამდე რამდენიმე წუთით ადრე კიდევ რამდენიმე ლიდერმა დატოვა. პოლიტიკოსების ნაწილმა თავი კინოთეატრ რუსთაველს შეაფარა. კახა კუკავა მოვლენებს კინოთეატრის ფანჯრიდან აკვირდებოდა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის მომიტინგეებისგან გათავისუფლების შემდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა ამავე თეატრიდან სახალხო კრების კიდევ ერთი ლიდერი ლუკა კურტანიძე და თემურ შაშიაშვილი გამოიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. გარდაცვლილია ორი ადამიანი, რომელთაც თავისუფლების მოედანზე მიტინგის ორგანიზატორთა კორტეჟი დაეჯახა. ერთ-ერთი მათგანი პოლიციის ლეიტენანტი ლადო მასურაშვილია, მეორე დაღუპული კი 54 წლის მამაკაცი. სულ საავადმყოფოებში გადაყვანილია 27 დაზარალებული, მათ შორის ერთ-ერთი ქალი. დაშავებულია ასევე ტელეკომპანია ITV-ს ჟურნალისტიც. სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს სამართალდამცველებმა. 8 პოლიციელი მკურნალობას სტაციონარში გადის. ყავს კიდევ ერთი უდანაშაულო მსხვერპლი, გუშინ გარდაიცვალა 54 წლის ნოდარ ცხადაძე, ყოფილი პოლიციელი. როგორც გარდაცვალების ადგილის ანალიზი და დაზიანების ხასიათი მოწმობს, იგი სავარაუდოდ იმავე ავადმსახსენებელი კორტეჟის მსხვერპლი გახდა და დაზიანება მიიღო იმავე ადგილას, სადაც პოლიციელმა, ანუ ოპერაციის ადგილიდან საკმაოდ მოშორებით თავისუფლების მოედანზე. ასე რომ ყავს უკვე ორი გარდაცვლილი, გუშინ მე არ მithქვია გარდაცვლილი პოლიციის სახელი, ეს არის ლეიტენანტი ვლადიმერ მასურაშვილი. ამ წუთისთვის საავადმყოფოში ყავს 37 ადამიანი, მათ შორის 8 პოლიციელი, 28 მოქალაქე და ერთი თქვენი კოლეგა ITV-ს ჟურნალისტი, რომელსაც მოდის სუხთი, ისევე როგორც ყველა დაზარალებულს. ერთია ქალი, დანარჩენი მამაკაცები. თბილისის მერიამ სახალხო კრების ლიდერებს საპროტესტო აქციის სხვა ადგილზე გაგრძელება ორჯერ შესთავაზა. აქციის ნებართვის ვადა ღამის 12 საათზე ამოიწურა. ბოლო გაფრთხილება კი მომიტინგეებმა მერიისგან არასანქცირებული მიტინგის დაშლამდე 9 საათით ადრე მიიღეს. ჩვენ შევთავაზეთ ნებისმიერი სხვა ადგილი, რომ გაგრძელდეს დემონსტრაცია, გამომდინარე იქიდან, რომ იცოდნენ, რომ ჩვენ დაგეგმილი ქონდა რიგი ღონისძიებები და აქედან გამომდინარე შევთავაზეთ ნებისმიერი ადგილი. თბილისში გარდა ის ადგილები, სადაც დაგეგმილია ღონისძიება. იმედია გაითვალისწინება.
სახალხო კრების ლიდერებს და მათ თანამოაზრეებს დღის განმავლობაში საერთაშორისო საზოგადოებამაც მიმართა. შეერთებული შტატების ელჩმა სპეციალური კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ქვეყნისთვის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თარიღების აღნიშვნას ხელი არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა შეუშალოს. შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის ნორმები ახალგაზრდა იურისტებმაც განმარტეს. ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, სანქცირებული აქციის ვადის ამოწურის შემდეგ თუ მომიტინგეები პოლიციის მოთხოვნას არ ემორჩილებიან და დაშლას არ აპირებენ, მაშინ სამართალდამცველებს უფლება აქვთ ისინი ადეკვატური ძალის გამოყენებით დაშალონ. დასუფთავების სამსახურმა აქციის დაშლის შემდეგ დედაქალაქის მთავარ გამზირზე სამუშაოები ჩაატარა. რუსთაველის გამზირი ღამის 3 საათისთვის გაიხსნა.